Hi, როგორ ხართ? ვიმედოვნებ, რომ ყველა ხართ ძალიან კარგად. ცოტა დათბა დაგუთვა იაპონიაში და გამოაჭყით ამ მზე, იმიტომ რომ იყო ძალიან ცუდი ამინდები. და დღევანდელ ვიდეოში მინდა რომ ჩემი გამოცდილების შესახებ მოგიყვეთ და თან გავაკეთოთ პატარა unboxing-ი. მოკლედ დღევანდელ ვიდეოში მინდა რომ გეჭიროთ ისეთ რაღაცეებზე, რაცაც ალბათ ძნელი წარმოსადგენია. რო გაიგოთ, რომ იაპონია ქვეყანა, იაპონია ალბათ წარმოგიდგენიათ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი იყიდება, ყველაფრის შოვნა შეიძლება და ყველაფერი არის მოკლედ, მაგრამ რეალურად ჩვეულებრივ სუპერმარკეტებში მოკლედ უცხოეთიდან შემოტანილი რაღაცები არ იყიდება. იმიტომ რომ იაპონელებს აქვთ თავისი ყველაფერი, აბსოლუტურად მაიონეზი, ჯემი, ყველაფერი. აი მაგალითად დავიღოთ შოკოლადის კრემი ნუთელა. ხო შეგვიძლია ჩვენ თბილისში მაგალითად გავჯლაგუნდეთ, ნებისმიერ სუპერმარკეტში ვიყიდოთ, მოვიდეთ სახლში და ვჭამოთ. იაპონიაში არ არის ესე, ნუთელას ყიდვა შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ ისეთ მაღაზიებში, რომლებსაც სპეციალურად შემოაქვთ საზღვარგარეთიდან რაღაცა ნივთები. ხო და ასეთ მაღაზიაში ვიყავი მე, რისი თქმა მინდოდა. ასეთ მაღაზიაში ვიყავი მე და ვიყიდე რაღაცები. აი Alex Comfort ქვია ამ მაღაზიას. არის კიდევ მეორენაირი მაღაზია, რომელსაც ქვია Cardi, სადაც ზირთად უცხოეთიდან შემოტანილი რაღაცეები არის ხოლმე, შეგიძლია იყიდო Nestlé-ს შოკოლადები, Nutella-ს შოკოლადები. მაგალითად გაგიჩნდებათ შეკითხვა, რომ რატომ არ სარგებლობს უცხოური შოკოლადები იაპონიაში პოპულარობით, იმიტომ რომ იაპონიაში არსებობს ძალიან დიდი შოკოლადის ფირმა. ერთი არის Meiji და მეორე არის Lotte. რომელიც იმდენად დიდია და იმდენად ძალიან მრავალფეროვანი შოკოლადების დამზადებით არის ეს ფირმები დაკავებული, რომ მოკლედ არ წარმოადგენს აუცილებლობას სხვა ქვეყნიდან შემოიტანონ შოკოლადები და სხვა ქვეყნის შოკოლადები გაყიდონ. და სწორედ ამის გამო არსებობს ესეთი სპეციალური მაღაზიები, რომლებშიც უცხოური საქონელი იყიდება. მოკლედ დიდი ბევრი არაფერი არ მიყიდია, მაგრამ ვიფიქრე, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა ის, რომ აი უბრალოდ ჯემის ყიდვა, როგორც ჩვენთან იყიდება ხოლმე საქართველოში წახვალეკ და შეგიძლია სხვა ქვეყნის ჯემი იყიდოთ ჩვეულებრივად და ნუ მოკლედ. ესე იგი ძალიან მიყვარს. ეს არის ჩემი საყვარელი რაღაცი, რომელიც არის ჯემი. და არის მალინის ჯემი, ხალხო. გადავატრიალი 10 წლის მანძილზე მთელი იაპონია და ვერ ვიპოვე ისეთი ჯემი, როგორიც აი ჩაიში მიყვარს ხოლმე მალინის ჯემის ის რა ქვია, ჩასხმა და დილით მით უმეტეს ზამთარში ძალიან მიყვარს ხოლმე და აღმოვაჩინე. და ძალიან ბედნიერი ვარ. თან იყო 30%-იანი ფასდაკლება. I'm so lucky. დარწმუნებული რომ ძალიან გემრიელი და იყოს. ვაიმე, სონი აქვს სასწაული, ესეთია. ოდნავ მყარია. არ არის ისეთი, ალბათ რომ ცივა. მაგიტომონ და აი ძალიან კარგი სუნი აქვს მოკლედ ამას. შემდეგ არის Nutella, რომელიც ჩვეულებრივ მაღაზიაში არ იყიდება და ბავშვობაში Nutella ძალიან მიყვარდა Nutella-ს როგორც კრემი, ისევე რაღაც ხრაშუნა შოკოლადები ჰქონდათ ხოლმე მახსოვს და ნუ აღმოაჩინე ესეთი ვიყიდე 2 ცალი. ამაში შიგნით აქვს კრემი, ეს მე მგონი ყველაზე ცნობილია და ეს ხირდა დაახლოებით $1. ორივე ერთად $2 და შემდეგ იყო აი ესეთი. არ მინახავს ეს პირველად ვნახე და ხო, გავსინჯეთ. აუ Nutella-ს სუნი აქვს. ესეთია. აუ ძალიან გემრიელია, ბავშვობაში მოყვარდა ხოლმე და ძალიან ბევრს ჭამდი. მე როგორც შოკოლადის ნაკლებად მოყვარული, დიდად ბევრს ვერ შევჭამ, იმიტომ რომ რაღაცნაირად მე აღარ მსიამოვნებს ხოლმე ეს სიტყვა. შემდეგი ორი ნივთი არაფერ შუაში არ არის უცხოურ მაღაზიასთან და უცხოეთთან. გვაქვს ეს ორი ნივთი. ტუჩის ბალმი და ეს არის წამწამის სასაპრეხი. ამაზე მინდოდა მეთქვა, რომ აი ეს როგორც ახატია, არის 100%-ით დამზადებული თაფლზე, rose hip. აი მე rose hips რა ქვია? რისი ჩაი? კოწახულის, არა, დაიწერეთ.
მე დამავიწყდა ამის სახელი. ანუ თაფლი და ეს rose hip. ამაზეა დამზადებული და არის 100%-ით ნატურალური. ოდნავ აქვს ფერი. აი ესეთია. ოდნავ ესეთი ფერი. იაპონიაში ტუჩის ეს ბალმები, მოკლედ კორეული, იაპონური თვითონ საზღვარგარეთ ის ძალიან ბევრია, მაგრამ აი ეს არის ის, რომელიც მე ტუჩს არ მიშრობს და აი აქ რო იცის ხოლმე გათეთრება. არ მითეთრდება და ძალიან კარგია. მოკლედ და როგორც ვნახე, ამის ყიდვა შეგიძლიათ Amazon-ზეც. შემდეგი არის ეს არის Can-Make იაპონური იაფიანი კოსმეტიკის ბრენდი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს სტუდენტებში, მოსწავლეებში, ვისაც იმდენად ძვირიანი რაღაცების ყიდვის თანხა და საშუალება არ აქვს და ეს არის drugstore product, რაც ნიშნავს იმას, რომ იმდენად მავნე ნივთიერებებს და ეს რაღაცებს არ შეიცავს. მივედი ერთ დასკვნამდე, რომ აი ეს აფთიაქის პროდუქტები, რომელიც არის იაპონიაში, არის ყველაზე კარგი და მოკლედ მე მიხდება. ეს არის აი ესეთი. ყველაზე ალბათ მოთხოვნადი ბრაში აქვს, ფუნჯი აქვს ესეთი და ძალიან მომწონს. ესეთი მქონდა, გამოვცალე უკვე და მგონი კარგად პრიხავს ძალიან. არ ვიცი ხედავთ თუ არა, მაგრამ ძალიან კარგად პრიხავს. მრავალი წლის მანძილზე ვიგრძელებდი იმას, რა ქვია, წამწამებს. ანუ სულ დაგრძელებული მქონდა აბსოლუტურად და მე ჩამომცვიდა ჩემი წამწამი, ანუ ეს წამწამი რო იზრდება, ხო? სიმძიმეს ვეღარ უძლებს იმ მიკრობილი წამწამის და ვარდება. ანუ შენ წამწამსაც კარგავ და იმ მიწებებული წამწამიც ავტომატურად გძვრება და აი გავიქრცვინე, მოკლედ საერთოდ ჩამომცვიდა ყველაფერი, აღარ დამჭა წამწამი და დაახლოებით 9 წელია დაგრძელება აღარ გამიკეთებია და ნუ კი მეზარება ხოლმე ამით ატუშვა, მაგრამ მე ძალიან მარტივად 1 2 3 და ვსიო, გავარდით. ესეთი კარგი გამოდის ხო. მოკლედ, დღევანდელ ვიდეოში რისი თქმა მინდოდა ის, რომ იაპონიაში პოპულარობით არ სარგებლობს უცხოეთიდან შემოსული ნივთები. არ გულისხმობ მსუნამოებს, არ გულისხმობ ბრენდულ ნივთებს, გულისხმობ ჩვეულებრივ რაღაცებს. და რა ვიცი, თითქოს არც მესმის ხოლმე, რომ ვიღაცას უნდა რაღაცის გასინჯვან, უცხოურ შოკოლადს შევჭამდი, იმიტომ რომ იაპონიაში ძალიან დიდი რაოდენობა არსებობს შოკოლადების, ძალიან დიდი რაოდენობა არსებობს ჩიპსების, სნეკების, ყველანაირი რაღაცის და მე ერთ ჩვეულებრივ დღეს წაგიყვანთ სუპერმარკეტში და განახებთ, საერთოდ დღეები იყიდება სუპერმარკეტში, განახებთ რამდენი რაოდენობის ერთჯერადი სუპი, cup noodles, იყიდება რამდენი ჩიპსები არსებობს, რამდენი იაპონური თვითონ ტკბილეული და საცმაცუნო რაღაცები არსებობს და ვიმედოვნებ, რომ ძალიან საინტერესო იქნება. ხო და დღევანდელი ვიდეო ესეთი პატარა რაღაცნაირი მოკუსკუსებული ვიდეო გამოვიდა. ვიმედოვნებ, რომ ისიამოვნეთ, გაერთეთ მაინც ცოტა ხანი და შემდეგ ვიდეომდე. კარგად!